ოჩამჩირის პორტი, აეროპორტის მშენებლობა სოხუმში, ბიჭვინთის აგარაკი, აპარტოტელების საკითხი და სხვა არაერთი აქტუალური თემა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა. როგორც უსის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ენათქვამი, ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში რუსეთი აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს. თუმცა ანგარიში ასევე ხაზგასმულია, რომ საანგარიშო წელს ოჩამჩირის პორტში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება სოხუმის აეროპორტის მშენებლობის საკითხს, სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში ნათქვამია, რომ აეროპორტის მშენებლობა ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში უნდა იქნას განხილული, ვინაიდან ის რუსეთის მართვაში იქნება და რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერებისთვის დამატებით ბერკეტად მოხდება მისი გამოყენება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უსის დოკუმენტშია ხაზგასმული, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები გახლავთ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აგარაკების გადაცემის თემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლო დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა. მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის საოკუპაციო ძალა მუდმივად ცდილობს წარმოაჩინოს თითქოს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ. ეგრეთ წოდებულ შეთანხმებაზე უარის თქვა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობებს დააზიანებს. ანექსიური პოლიტიკის ინსტრუმენტს უწოდებს გრიგოლ ლილუაშვილის უწყება აპარტოტელებისა და 30,000 აპარტამენტის მშენებლობის საკითხს, ვინაიდან ეგრეთ წოდებული კანონპროექტით შესაძლებელი გახდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენა და მნიშვნელოვან დემოგრაფიულ დისბალანსს შექმნის.